ვაგზელებთ ბატონებო ჩვენს შეხვედრას, მინდოდა რომ ორ ნაწილად ყოფილიყო, მაგრამ ეხლა დავით ათბირეთთა ჯობს რომ სამ ნაწილად, ბოლო ნაწილი დასკვნითი იქნება, რომელიც 5 საათზე დაიწყება, იქნება ქალბატონ ლუარას წამყვანობით. მანამდე კი ვინც დავჭირთო რომ ვერ ვისაუბრეთ, ეს ხალხი ამოწურა ჩვენ სათქმელს და ქალბატონ ლუარა შეიძლება სრულიად სხვა თემები შემოგთავაზოს მერე. ეხლა ბატონი ვახში შემოგვიერთა ჩვენ, ბატონი გია კვაშილევა წავიდა შეხვედრაზე ძალიან საინტერესო და კარგ ხალხთან. ამიტომ მინდა რომ გადავიდე სიტყვა ძალიან დამძიმდა ჩემი შეფასებების შემდგომ ბატონი ალექსანდრე, იმით რომ პირველად ეთერში გაიგო რომ ვინდა ვთხოვოთ რომ ამ სათვისტომოს ვირტუალური სათვისტომოს რაღაც გავიაზროთ მასთან ერთად და მისი თავკაცობით და გადავალ სიტყვას ბატონ ალექსანდრე მოგმართავთ თქვენ და ბატონი ალექსანდრე კასრაძე. Ну, პირველად მივესალმები ახლა საქართველოს სათვისტომოს საკითხი ჯერ კიდე ჩემ ბავშვობის პერიოდში მახსოვს გაზეთი გამოდიოდა სამშობლო ყველას გახსოვთ ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის ყავდა ამას მე 70-იანი წლების ისტორიას ვიხსენებ რა თქმა უნდა მაშინ ასეთი დინამიკა წარმოუდგენელიც კი იყო ანუ მე მინდა ცოტა მექანიკურ ენაზე ვთქვა ანუ ის მთავარი საშენი მასალა თუ შეიძლება ასე ითქვას ესაც ვთქვი ადამიანური რესურსი გენოფონდი ეს არის გარდა იმისა, რომ საქართველოს აქვს თავის გეოგრაფიული საზღვრები და ღვთისაგან ნაჩუქარი მიწა-წყალი, ხო? ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ასე ვთქვათ, ის პროგრამული ნაწილი, უხეშად რო ვთქვათ, ეს არის ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობს და ჯიში და ჯილაგით ქართველია, რომელსაც ზე პირობით გადააქვს ის ფოლკლორი, კულტურა, ისტორია და ყველა ის გენეტიკური მეხსიერება, ვიტყოდი, რომელიც ამ გენში ჩადებულია. ნუ ჩამოვიდეს ნეოფაშისტურ გამოხდომად ამას, მაგრამ დღეს როდესაც კვლევა ჩაატარეს, მე გუშინდელ ინფორმაციას ვეთმობი, სოფლიო კულტურებს შორის მეორე ადგილზე გავიდა დღესდღეობით, ეს უფრო ესე საერთაშორისო დასკვნა იყო თავისი ისტორიული სიძველით. ახლა მე არავის არ ვეკამათები და პირველია, მეორეა, მესამე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ ტოპ 3-ულშია, რომელსაც აქვს თავისი ისტორიული მეხსიერება, კულტურა და ასე შემდეგ. ნუ ეს არის სწორად ამიგეთ ლირიკული ნაწილი. მაგრამ თუ ეს ლირიკული ნაწილი დარჩება მხოლოდ ლაპა არაკად და არადა კით და სულ ეს იქნება საუბრის ძირითადი мотиваცია რომ უნდა იყოს მუდმივი საუბარი და სწორად გამიგეთ ახლა მე ცოტა ესეთი ალეგორიული ნაწილში არ მინდა გადავიდე, მაგრამ ცოტა ესე რეალისტურად ვიტყვი. ქურდის, ყაჩაღიც და წესიერი კაცით ქირავობს არქიტექტორს. და ყველა ცდილობს ასე ვთქვათ გამომუშავებული თავისი სიკეთით თუ ბოროტებით ადვოკატსაც თანხა, ხო, რა თქმა უნდა, ჩადოს, აი ახლა ჩვენ აქ ისე მოხდა, ნებით უნებლიე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვჯდებით, ხო? ახლა ყველა შეიძლება თავისი ანკესიას გადაგდებულა თავისი ოქროს თევზი გონია, ყველაზე აქვს და ყველა იმ თავის ოქროს თევზს, ასე ვთქვათ, აპიარებს და ასუქებს, მაგრამ ჩვენ ხო ხვდებით, რომ ეს არის როგორც კარგად აწყობილი ინსტრუმენტი, ყველა სიმს თავისი ჟღერადობა აქვს და თუ ეს სიმები სწორად არის აწყობილი და შეწყობილი, ის აკორდებია ზუსტად ჰარმონიული და ეს არის ის ჰარმონია და მუსიკა, რასაც ქვია კულტურა, ხო? აქ იურისტის თავის ადგილზე დგას, სპეციალისტები, მკვლევარები, აი თუნდაც ბატონი ვახში თავისი სპეციალობით, ხო, მაგრამ მე მინდა ერთ პრაქტიკულ და პრაგმატულ ნაწილს შევეხო. ნებისმიერი კანონები, ალბათ ბატონი ვახში და მე თანხმობა ყველაზე მეტად არის აწყობილი გარკვეულ კანონზომიერებებზე და ეს კანონზომიერებები ბუნებაში, ნუ ამ ჩვენ კონკრეტულ თუნდაც პლანეტაზე, ხო? დატესტილია და მეცნიერების მიერ გადამოწმებული, ანუ იმ პროცესებს, რომელსაც გააჩნია განმეორებადი ხასიათი, ხო, მის მერე თავიდან შეიძლება თეორია და მერე შეიძლება აქსიომად იქცეს. და შესაბამისად რაღაცა გარკვეული კანონებზე ეფუძნება ის მექანიკის კანონები, ელექტროობის, ოპტიკის და ასე შემდეგ. ეხლა რაში მჭირდება ეს ალეგორია, რომ შევეხო, მე ხშირად ვახსენებ ხოლმე ტერმინს სოციალურ დიზაინს. ნუ თუ არ ჭირდება აი ამ მოწყობას, რასაც ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვაფუძნებთ ამ მეცნიერულ ხედვას, ცოტა რუსთაველის ტერმინოლოგიას დავეფუძნები, არ ამბობს მეცნიერებას, ამბობს მაცაინერი. ანუ მე საშირო ვარ იმნაირიო. ანუ რა არის ეს, რა ფენომენია, ფუძეშიც კი მოდის ეს სიტყვა, ანუ რაზე აკეთებს ადამიანის სწორებას, რის მიმართ, ანუ მასზე განვითარებულს და კიდე მეც ვიტყვი. ცოტა ესაც არ მინდა გადახოვაში ჩაითვალოს,
არა ვიქმოცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისად მითვის სწავლებით მოგვიცეს შერთვა ზეს წყობთა წყობისად რა ტერმინებია ეს ავტორს დაჭირდა ახლა მის ბრენდის ქვეშ 1000 ფონდები შეიქმნა და 1000 მაგრამ ნუ თუ ეს ფონდები და ყველა ეს ორგანიზაცია არის პიროვნულად მე არ ვეხები იმ პრინციპებს იზიარებს კი რასაც ავტორი ამბობს იმ სიბზნეს რასაც პრინციპში აფუძნებს ხო აქ ლაპარაკი არის ნახეთ რაზე მე ისევ დაუბრუნდები პირველ საკითხს თუ ნებისმიერი კონსტრუქცია რომელსაც ჩვენ ვაწყობთ არა მარტო კინაში არამედ სოციალურ წყობასაც ხო არ არის ის რაღაცა რელიგიურად არ ჩამეთვალოთ ღვთიურ წესებზე და კარგად დატესტი მეცნიერულ წესებზე ის ინგრევა და იშლება თუ არ ეცოდინება მექანიკოს დაჭიმულობა რა არის კონსტრუქციული მდგრადობა მასალათა მცოდნეობა ხო ის დროთა განმავლობაში ან დაჭიმულობა ან კოროზია ან რაღაცა სიმძიმეების არასწორი გათანაბრება იმას ანგრევს და არ მუშაობს და ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი საკმაოდ აქტიურ პერიოდში დავიბადეთ ვიზდებით და რამოდენიმე აი ამ პერიპეტიების ასე ვთქვათ უშუალო მონაწილეებად ვითვლებით ხო ჩვენი თაობის ხალხი რამდენაირი წყობა მოვიდა როგორი ფორმაციები შეიცვალა და სამწუხაროდ ვერ დადგა ეს შედეგი ყოველთვის ვირჩევთ დიდი ბოდიშის მოხდით ვირჩევთ ყოჩს ამ ყოჩს ეს უნდა იყოს ვუნდერკინდი და ყველაფრის შემძლე უნდა იყოს და ერთ წელიწადში ეს ბრენდი და ესეთი გაბრენდებული და ესე ვთქვათ ზიაწეული ადამიანი სამწუხაროდ რაც უფრო მაღლა ვწევთ უფრო დიდი აჩქარები და ვარდნით ეცემა მერე ძირს რასთან გვაქვს საქმე და ეხლა დასკვნა ალბათ ჩვენ უნდა ავირჩიოთ პიროვნება რომლისაგან მე პირისაგან ნებისმიერ ვერაფერს ვერ ხედავ თუ უნდა ავირჩიოთ საქმე და საქმის გამკეთებლად უნდა დავნიშნოთ ისეთი ადამიანი ისეთი ორგანიზატორი რომელიც ვერ გაამრუდებს ხალხის მიერ არჩეულ გზას და არა ის რომ თუნდაც 3 მილიონი ნახევარმა კაცმა ყოველთვის უნდა ერჩიოს ყოჩი ხალხო ხო განსხვავდებით მე მგონი მინიმუმ შინაურ ცხოველთა საუფლოსაგან ღვთიშვილები ქვია ხო ეხლა ეს არა რელიგიური ისე ღვთიშვილები ვართ ანუ რაღაც ალბათ ისეთ დაფუძნებულ წესებს უნდა დავეყნოთ რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაშია და თანაცხოვრებაშია და არა ვიღაცა პიროვნების ნებასურვილზე და ხშირად ვამბობ ხოლმე არჩევნების დროს მინდიზმია მეთქი და არა პროგრამები ეს არის მინდა თორემ მინდა ძალიან განსხვავდება სიტყვა პროგრამისგან პროგრამა არის ჩაშტილი დალაგებული პუნქტებთან და მას გააჩნია ის წესებზე ანუ დაფუძნებულია რა რესურსებზეა ეს პროგრამა გააჩნია კი ქვეყანას ასეთი რესურსი თუნდაც ფინანსური თუნდაც ენერგეტიკული ხო ამ შემთხვევაშია ზუსტად ის მეცნიერული სისტემა რომელიც ხიდია ეს არის რესურსი ეს არის ბანკი ასე ვთქვათ დავარქვათ იდეების ბანკი ინფორმაციული ბანკი როდესაც კარგი სოციალური დიზაინერს დავარქვათ მე პოლიტიკოსი ქვია ალბათ ამ ბაზებიდან ამ ინფორმაციას უნდა ფლობდეს მინიმუმ როგორ შეიძლება დღეს ჩვენ განათლების სისტემაზე დემაგოგიური ლექცია წამიგით როდესაც აგძე რამდენი საჯარო სკოლა რამდენი კერძო სკოლა რამდენი პროფესიული სკოლა საერთოდ არიცი მოსწავლე რამდენია არიცი დაუშვათ რამდენი პედაგოგია და ამ დროს მე დემაგოგიურ ლექციას ვისმენ პედაგოგიკაზე ჩემთვის იცით ალოგიკურია ასეთი მსჯელობები ნებისმიერ არქიტექტორს მშენებელს თუ ინჟინერს თუ კითხავთ აუცილებლად სანამ შენობას დადგავს გეოლოგიურ დასკვნას მინიმუმ მოითხოვს და თუ ეს დასკვნა არ იქნება მერწმუნე დიდი ალბათობით ეს შენობა დიდი რისკის ქვეშ დადგება ამაში დამეთანხმებით 80% ყველა ვარიანტში და თუ ასეთი რაღაცები ხდება ჯვარიწერი ახლა ხდება იმის მოსწრეები ვართ აი ამ გარკვეული პრობლემების რომ მე რაც განგაში ზარი ჩამოკრავს არის მე გადაბრალება და რაღაც სანამ ურემი გადაბრუნდება მანამ არის კი ეს მექანიზმი ჩართული მუშაობს კი ამიტომ მე ესეთი ცოტა წინა ტრამპლინით შევეცდები უცებ დავამთავრო ის პროექტი რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ ეს არ არის რაღაცა დემაგოგიური ნაწილი ვიღაცა დაიციკლა გაიგო აღარ ვცილდებით ამ შალვა გაჭარავას რა არის ამაზე არის მე ჯგუფები შექმნილი 1000 კი მე გულისიღრმეში მიხარი რომ ჩვენგან დამოუკიდებლად ეს ჯგუფები იქნება როდესაც ადამიანები საზღვარგარეთ მიდიან და მეც მიწევდა გარკვეული პერიოდი ცხოვრება მერწმუნეთ ემიგრანტს ალბათ დიდწილად მithumetes საქართველოსთან ხასუსო აქვს გარკვეული ნოსტალგიის ფენომენი როდესაც ისე ნაკრება აი ხერო მხია და თქვენ რომ აი სხვა მიწაზე გადარგავთ ისაც კი იტანჯება ენერგია იმიტომ რომ იქ ფესვთა სისტემა
მზისთან მიმართულება და დგომაც კი ის მიჩვეულია იქ გარკვეულ ისაც გზნობს რაღაცას ფრიშვილია ხო ისაც და მით უმეტეს ადამიანი რომელსაც ტოვებს ყველაფერს მოდით ასე ვთქვათ კარგმა ცხოვრებამ წაიყვანა ის რომ კარგად იყო ყველაფერი მაგიტო წავიდა და რაღაცა მათი კულტურა აინტერესებდა მათი კულტურა თუ დააინტერესებდა ორი კვირა ტურისტული ვიზიტი გადასარევით წავიდა და ნებისმიერ დაათვალა მაგრამ წავიდა იმიტომ რომ უნდა გაეყიდა თავის ფიზიკური რესურსი რომ გამოვეყვება ოჯახი ჩვენ წინა წელს როდესაც ყრილობა დააორგანიზეთ და ჩავატარეთ ქონდა შეხვედრა და როდესაც გადაცემა დამთავრდა გახსოვთ უამრავი ადამიანი გამომყვა გარეთ ტაშიც დაიკრა დაპირებებიც გაკეთდა ყველაფერი გაკეთდა მაგრამ იცით მე ბოდიში უნდა მოგიხადოთ მარტო მთავრობის ყובה არ დავაყრებთ და რატო ის ადამიანი რომელიც იქ თავის ბოლო რესურსს დებს რომ მე სადღაც რომელიღაც მიკრორაიონში მერვე სართულზე იაფად იყიდოს ბინა და მეტადონის პროგრამაზე თავის შვილი დასვას იმას აკეთებს და არა ის მიწა რომელიც მას გააჩნია თავის სოფელში რომ სწორედ წარუძღვეს და დაფუძდეს და არ გაასვისოს მან დიდი ბოდიში ცოტა ალბათ უფრო ლოგიკური ვიქნები არა ვიღაცის გადაბრალების რეჟიმში ვიქნები არამედ ცოტა საკუთარ ჯიგარს უნდა ჩახედოს ამას თავის სახელი ქვია და აქ რა თქმა უნდა ინსტრუმენტად გვეუბნება სახელმწიფო უნდა წაახალისოს ადამიანი და ყველანაირი მხარდაჭერა უნდა მიცეს მაგრამ ისევ პირველ პუნქტს დაუბრუნდები თუ არ გვეცოდინება როგორი პრინციპით უნდა გაკეთდეს სოფელი იმას თუ არ ექნება კომუნიკაციები წყალმომარაგეობა და სწორი ვერ იცხოვრებს დღევანდელი ადამიანი მე თუ გერმანიაში მიწევდა ცხოვრება დიდი ბოდიში ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავებას იქ ვერ შეატყობ აი ისე გადიხარ და გამომდგებოდ დორფ სოფელი ქვია თორე ქალაქი ვითარ ანუ კომუნიკაცია სწორად არის მოწყობა სწორად არის არ არის დიდი ბოდიში თავკომბალად ქცეული თბილისი რომელშიც ერთი დიდი ქალაქია და დანარჩენი პრინციპულად ნუ ეს პერიფერიებად ითვლება ყველა ქალაქი აქტუალური უნდა იყოს რაღაცა სწორი მოწყობა უნდა იყოს და ამიტომ იცით რა არის თუ ჩვენ არ გვექნება დიალოგი და მარტო გვექნება ურთიერთ ამბიციურ რეჟიმში რაღაც ბოდიში და კეგლუცი და მიკროფონთან პოზირება და ეს არ გადავა საქმიან ჭრილში ხო პრაქტიკული შეხვედრა თუნდაც ერთი დღე უნდა გამოვყოთ და განვიხილოთ ეს თქვენი განვიხილოთ და ვთქვათ იქნება პროგრამას უნდა გქონდეს ასეთი სახე რომ ის ადამიანებს რამე გაგვაჩნია აფიშირება გავაკეთოთ და ხალხი ბრძენია უთქვამთ ხალხმა გადაწყვიტოს ეს უტოპისტურია არარეალისტურია მაგრამ ერთს ვიტყვი როდესაც შენ მიდიხარ და ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდას აკრიტიკებ მინიმუმ ფანქრის გათლა უნდა იცოდე მინიმუმ რაღაც ჩანახაც მაინც უნდა აკეთებდე რომ ვიღაცა გააკრიტიკო ხო და როდესაც შენ მხოლოდ დემპინგის რეჟიმში მუშაობ შენ ასე ვთქვათ ბოლო ისაც შენ არის ღვთისმშობელია და იქნებ ადამიანი ცხოვრებისთვის კი არ გაჩნდა აბა ისთვის მეთქი და თანაცხოვრებისთვისა იქნება ადამიანი იქნება ეს არის უფლის ჩანაფიქრი ჩვენ თანაცხოვრებისთვის ცხოვრობთ და არა ის რომ ყველამ რაღაცა საკუთარი ამბიციების ციხე-კოშკები ავაშენოთ და იქიდან მენტორული ტონით მოუწოდოთ თურქეთს ვინ რამდენად უფრო ქვეყანა დაგვენდრევა და ფაქტი ჯიუტი უკვე დაინგრა მოგლეთ ვინც აქ ვართ ყველანი დავრწმუნდით რომ არჩევანი მეცნიერთა კონგრესის კარგია ჩვენ გვყავს განათლებული ინტელექტუალური პიროვნება ძალიან საინტერესო პიროვნება რომელსაც შეიძლება იმ მასშტაბში არ იცნობენ როგორც პოლიტიკოსებს მაგრამ ჩვენ გვინდა ესე ცხოვრება რომ ასეთ ხალხს უფრო იცნობდნენ წერალს იცნობდნენ იურის იცნობდნენ დიზაინერს იცნობდნენ და აშენებენ იმიტომ რომ ერთი კარგი გამონათქვამი ხა თქვენ არქიტექტორი ხართ და არის ერთი კარგი გამონათქვამი რომ თუ საგანი წინხეთში გვერდხეთში და ზედხეთში სწორად არ გამოხაზე აქსონომეტრიაში სწორს ვერ მიიღებ და სწორედ აი ესეთი რო ვიფიქრეთ ჩვენ მეცნიერთა კონგრესში იმიტომ შევჩერდით ბატონ ალექსანდრე კასრაძეზე იმიტომ რომ მას ახლა არ ილაპარაკა ამის თაობაზე თვითონ აკეთებს ისეთ პატარა სოფელს და თვითონ ჩაუდგა სათავეში აიღო აი რომელზეც თქვა აი მაშინ ვერ დაუდგნენ გვერდით ყველა ხელი მოაწერა ყველას რაღაც ის იყო იმ შალვა კაჭარავას ისა და მოკიდა ხელი პრაქტიკულად ისეთი რამის კეთებას რომ ეს არის ბედნიერება მე დარწმუნებული ვარ რომ უაღრესი ჩვენი თანამემამულე იმიტომ რომ ჩვენი პროცესი რა არის ნახეთ საქართველოს ნასოფლარის გარეშე აი რატო ვთხოვეთ ამ პიროვნებას აი რომ მივედი მაჩვენა რომ ეს არის ნასოფლარიო და უნდა რომ იმ ნასოფლარზე უნიკალური ადგილი თანაც იმ ნასოფლარზე სოფელი აღადგინოს არა ნუ იქ არა მარტო პატარა ადგილია იქეთ მაგრამ თვითონ ორბეთში ხალხი არის ახლა ამას არ ვაკადრებთ მაგრამ აი ეს არის აი ეს ორი პიროვნება აი რაც შეეხება ბატონ ალექსანდრეს აი ის მასშტაბი რაც ჩალვა კაჭარავას ჰქონდა
ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი მაშინ ხო იმ პერიოდში ყველას ეროვნული მოძრაობის და ყველას მხარდაჭერა მიიღო. აი აგერ არის ვთქვათ, მე მაშინ ქალაქის ხელმძღვანელი ვიყავი და მოვაწერე ხელი და მაშინ პრემიერ-მინისტრ ყველა მხარი დაუჭირა და რეალურად განვითარება ვერ მიიღო შემდგომ. ამიტომ ამისთვის არ ძალია პოლიტიკისთვის ძალიათ ქვეყანაში და არ ძალიათ ასეთი რამეებისთვის. აი თუნდაც ჩვენ ბატონ ალექსანდრესთან მქონია ეგრე საუბარი და აი აგერ იგივე ბატონ ბესიკთან რომ ვამბობთ რომ გაშენდეს ქალაქი პირობითად ვამბობ ბაგრატიონი არაფერი ამას არ უნდა ამას უნდა უბრალოდ ის რომ არქიტექტურულად აი რაც თქვა წერტեղან რომ აი ფუნდამენტი შევისწავლოთ ესე იგი რო აშენდეს ეს და დანარჩენი უკვე მერე ყველა ადამიანი გადაწყვეტს რომ თვითონ აიშენოს იქ ვისაც ექნება ამის საშუალება და ჩვენი უცხოეთში მცხოვრები ქართველები სასწაული რამეების საშუალებები გაუჩნდათ უკვე რაღაც და ნუ აი ამიტომ გადავწყვიტეთ ასე და ეხლა დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრეს ვინც მოისმინეთ თქვენ ნახეთ რომ როგორი საინტერესო პიროვნებაა და ამას მე გარწმუნებ თქვენ რომ კიდე რომ შეხვალთ კურსში მე აი მიხვდებით იმას რომ რა სისტემა შეიმუშავა მეცნიერთა კონგრესმა ჩვენ არც ნათესავები ვართ არც მეგობრები არ ვიყავით სისტემა ნახე ეს კაცი როცა მეცნიერებმა თქვენს რომ მოდი ჭკვიანი ადამიანები აბა მოусმინოთ დაიწურა 1 2 1000 მოვიდა და დაიწურა და დარჩა რაღაც გარკვეული გუნდია რა ეს არის უკვე ის რაც უამრავ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას აი ბატონ ბესიკ ყველაშვილს მინდა ვთხოვ კიდე ანალოგიურად აი აგერ და მე მგონი რაღაც გაგზელება შეიძლება იმ თემის რაც დაიწყო დავიწყეთ და ბატონმა ალექსანდრემაც მადლობა ბატონ თემურაზ მადლობა მოწვევისთვის მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით ჩვენ ემიგრანტების რაც მივესალმები მას უნდა არსებობდეს საშუალება უნდა ქონდეს ადამიანებს თავიანთი აზრი გამოხატონ დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში თუ რაც არის ეს მიმდინარეობა დღეს რაც ხდება ქვეყანაში მე გამოვდივარ ესეთი ინიციატივი და მაქვს და ჩვენი შეთანხმებაც აქედან დაიწყო რომ სამართლიანობის აღდგენა ყოფილიყო ბატონ თემურ და სამართლიანობის გვერდზობდა მე მქონდა საბანკო სექტორთან დიდი ხნის დავა 15 წლიანი დავა მაქვს დაახლოებით ესეთი რაღაცა და აქ მოთმინებით, ამიდგომით, ტაქტიკით, უფლისწყალობით თუ რაღაცა სამართლიანობა მიზეიმა და დადგა ის შედეგი, რაც დადგა ჩემ დასასარგებლოდ. თუმცა დღეს საქართველოში საბანკო სექტორიდან არის გაქცეული ეს 1 მილიონი ადამიანი. საბანკო სექტორმა გაყარა ხო ფიგარით. მე მაქვს ესეთი იდეა და ინიციატივა რომ გაქცეული მარტო არა, საბანკო სექტორმა გააღარიბა კიდეც ხალხი, აქ დარჩენილი. გაქცეული და დაქცეული. დაქცეული. რა არის იცით, აი მე ახლა ჩემ შეფასებას მივცემ და არც სკეპტიკურად არა ვარ განწყობილი და ოპტიმისტი ვიყავი ყოველთვის და ბრძოლას ყოველთვის შედეგი და შედეგსაც ვაკეთებ, მაგრამ ის რომ თქვათ რომ საბანკო სექტორთან ვერაფერს ვერ გავხდებით, ამას ვერ მოუგებ და მე ბრიუსელში ვერ გავასამართლებ და იქ ვერ მივარ. ყველა ადამიანმა მაყურებელი ვინც მე მისმეს იბრძოლეთ სამართლიანად იბრძოლეთ თქვენს პრინციპებს არ უღალატოთ ღირსება დაეცავეთ თქვენი რომ თუ რომელიმე ბანკმა ამ შემთხვევაში მე TBC-ზე მაქვს ახლა და მაგის რეკლამას არ დავიწყებ მქონდა ჩვენ დავა TBC-დან წამოვიღე რაღაც გარკვეული ქონება რომლის ქონებითაც უნდა დავაფინანსო ქართული ტივი და მე არ მჭირდება ინგა გრიგოლია აქ შენერ ჟურნალისტები არიან ინგა გრიგოლია საკაი პრობლემებია და იქ სადავო არ მექნება მიმიღებს თუ არ მიმიღებს რეიტინგული იქნება და რატომაც არ უნდა იყოს ეს მაგრამ ის რომ სკეპტიკურად შევხედოთ რომ არ შეიძლება ყველაფერი შეიძლება ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი მე ვერა რომ საბანკო სექტორია და თურმე იქ მაფია და რა მაფიაც გინდა იყოს სამართლიანობის აღდგენისთვის ქვეყანა დადგება ერთად ის 1 მილიონი ადამიანი დადგება ჩვენს გვერდით სადაც უნდა იყოს მე ერთმა ადამიანმა შევძელე რაღაც საკითხებში და ნუ რამდენი მილიონის ქონება წამოვიღე ამათგან რომელიც გავყიდი და ფულად იქცევა და შევძლებ ამის დაფინანსებას. პირდაპირ ეთერში ვილაპარაკობ და გამოტოლო არა რომ მე ყველა იმას მივეხმარებეო და აი გადაცემასაც აპირებს ტელევიზიით, რაზეც ქონდა საუბარი და აგერ ბატონი ზაზა და რა ვიცი იურისტები ყველანი დაუდგებით გვერდით ამ იმაში რომ ამ კეთილშობილურ საქმეში ნუ არ მოვდივარ ბატონო თემ არ მოვდივარ მე ახლა იმისთვის რომ ვიღაცა ცნობად სახესთან მისულიყავი ცნობად ბიზნესმენებთან და აი კაი კაცი ხარ არავის არ მოწონს ბანკი რა არ მოწონს ახლა იმ დღეს გამოდის ტელევიზიით უსმენ ახლა პიროვნებებზე არ არის ნუ ბევრი ამბობს რომ ახლა ბანკები რო არ მოწონს ამის სახელმწიფო პოლიტიკა აგიტაციას დაიწყებენ ხალხს ამით გააღიზიანებენ ბანკები არ უყვარს როგორ უნდა მიყვარდეს ბანკი გასო $1-ზე $30000 თხოვდა ვარა ეს მოვიგემე ეს თემა და თქვენ ახლა წერანს ცალკე საუბარში და ბატონზადე რა თქვენ კომისიის ცნობადი სახე და სკეპტიკურად რატო ხართ განწყობილი მე ზიანუნა მოვითხოვდა
მერწმუნდეთ რომ მე მაგზიანს ავიღებ. მე მოვიგოთ, ეგ პრობლემა არა, შევიქნები. აქაც სამართლიანობისთვის მე ახალგაზრდები და ბატონ თემურთან ერთად მე შევიმუშავე ჩვენ ამ დიდებულ ადამიანთან ერთად რომ სამართლიანობის აქტივისტების ბრძოლაში ახალგაზრდები იყოს. სახელმწიფო რა ქვია აი ესეთი გადაწყვეტილებაა რომ ბანკი აღმა დაზარალდეს, იმიტომ რომ ბანკირების ხელისუფლება მე ხლა მოდი ჩაგეჭრებით და გეტყვით ეხლა მე დავამთავრებ ჩემს ხო აი ბანკზე გეტყვით მე დავამთავრებ შეიძლება ჩემს კი და ერთად ისვენთ მე შეიძლება საერთო გადაცემაც გავაკეთებ კი ბატონო გეტყვით პიროვნება გამოდის მაშინ როდესაც 93 წელში რა რომან გოცილიძე ხო გახსოვთ კაცო და დღეს ლაპარაკობს რომ აი ეს აგიტაცია წავა აი ეს კუპონა ხო არა არ მინდა მეცნიერებით არ ვიძახი ამ ადამიანზე სამოქალაქო მძუნორებდა ქვეყანაში და შემოიღოს ეროვნული ვალუტა და ჩემი პაპა ჩემისგან და ამადგან ამ საზოგადოებისგან ამოიღოს 8 მილიარდი მანეთი 8 მილიარდ 300 მილიონი თუ არ ვწდები ზუსტი ციფრი არ ვიცი რა დაახლოებით ამ თანხის რაც ანაბრებზე ქონდა შენახული ერთ კაცს არ დაუბრუნებია აქედან და ერთი კაცის არ დაბრუნებულა აი მაშინ რომ ეს ფული დაელეკა საქართველოს ბანკში დღევანდელ საქართველოს ბანკში ეს მაშინ რომ ყოფილიყო ამაზე ვიღაცა ორგანიზებულად ემუშავა ამაზე რომ ეს თანხები რაღაცა სახით მაინც დაებრუნებოდა მოსახლეობისთვის ხო წარსულია მაგრამ დაუჯერობის სინდრომი რო შეიქმნა დღეს უარეს აკეთებენ ბანკები და მევახშეები პირდაპირ ცდილობენ როგორ ამოიღონ ვისგან რა თანხა და რა საშუალებით აი ქალბატონი რომელიც უშშარი ადამიანია ძალიან მომეწონა და ესეთ პრინციპულად და ღირსეულად იბრძვის რატო უნდა იყოს ქვეყნის ქალბატონმა რომ მე რო თქვენ დაფინანსება მოგცეთ მე მიკროფინანსის გაკეთებასაც ვაპირებდი და მაგრამ ჩემი და მევახშეობა ერთად არ შეიძლება მე რომ თანხა რომ მოგცეს ამ მე რო გასაცხოთ 100,000 ლარი პირობითა და სოფლის მეურნეობას იდეაც მოგცეთ დააწყო წახვალთ იმ ქვეყანაში თქვენ სახლებებსაც ხო ისეთ მეურნეობას მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ყველასთვის და ფინანსებთან წვდომა აუცილებლობა არის დღევანდელ რეალობაში ამოცემულებაში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ და საბანკო სექტორი არ გვიშვებს რომ არ უშვებს საზოგადოებას რომ რაღაცა გააკეთო. ეს პრობლემა აღარ ამოწევს. სად მივალ და ვისგან ავიღებ ინვესტიციას, თანხის პრობლემა არ ამოწევს. როცა შემიქმნეს პრობლემა, გამაკოტრეს და ზიანსაც მოვითხოვს სოლიდურ თანხას და მომაქვს ეს ქონებები ფაქტი ამას ვერ გაიქცევია ბატონო. მტკიცებულებები აგებ და გავაშუქებთ ამას. აი ეს არის ერთ-ერთი ჩემი სამართლიანობისთვის ბრძოლა რომ უკანონო წართმეული ქონებები რაც წაართვა და ეს საბანკო სექტორი არ არის ამას მე უბრალოდ მოდის ვიხდი ბატონო ეს არის კრიმინალური დაჯგუფება რომელიც ძარცვავს გამოწვევას ეს ქვეყანა. პროკურატურა ჯიბეში ყავ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯიბეში ყავ, შეტანილი. სხვათა შორის მე მითხრეს პროკურატურაში მუშაობდეს, როგორც გინდა გაგანთავისუფლება, გამანთავისუფლება, არ ვაზრობ სად მუშაობები პროკურატურაში. ქონდათ მაგათ რაღაცა დონეზე იყო წვდომა ქონდათ, ვიღაცა ფაროლები ყავდა, რაღაც ყავდა მაგრამ. საბანკო მაფია დღეს თბილისზე ვლაპარაკობ. კეთილს ინებებს და გავაბაზრდა. შემოვა სხვა უკეთესი ბანკირები, რომლებიც საბანკო ორგანიზაციები, ინვესტიციები ჩაედება ქვეყანაში, რომლებიც შეღავათიან პირობებში მისცემენ მოსახლეობას სესხს, რომელსაც თავისი თავი წარმოაჩინოს, გააკეთოს სოფლის მეურნეობა, წარმოება, მრეწველობა თუ რაც საჭირო იქნება, ესეთი რომ ფეხზე დადგეს და აღარ იქნება ამდენი ხალხი გაქცეული და იგილში არ ჩავარდება რომ ჩვენ არ გვაქვს რაღაც საშუალება და არ ეშველება. ყველა ბატონო ყველაფერს ეშველება. თუ შეიძლება ერთი წამია ბატონობესო, მე სრულიად ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას და თქვენს სამართლიანობისთვის ბრძოლას ბანკებთან მიმართებაში. დიახ, ეს პრობლემა უამრავ ემიგრანტს აწუხებს და უამრავი ემიგრანტი ნამდვილად ბანკების გამო არის გაქცეული ქვეყნიდან. მე ერთ პატარა მაგალითს გაგახსენებთ ისლანდიის ჩუმი რევოლუციის შესახებ გაგიგია? აი რა მოიტანა ისლანდიის ჩუმი რევოლუცია, სადაც 9 მილიონი მოსახლეობას აცხოვრობს იმ კუნძულზე. აი ბანკებმა რომ მოსახლეობა გააღატაკა და სწორედ ბანკებს გამოუცხადა მოსახლეობამ ბრძოლა, გაერთიანდნენ და მოიგეს. ხო და ეს უმდიდრესი ქვეყანა არის ისლანდია. ბანკებს რატო უნდა მივცეთ ჩვენი გაღარიბების საშუალება? ბანკი უნდა იყოს დამხმარე მოსახლეობისთვის, მაგრამ მოსახლეობა დაცული უნდა იყოს იმისგან, რომ ბანკმა არ აზარალოს მოსახლეობა. ყველაფერს იღებს, თურმე გააჩნია. რა ქნეს იცი ბანკებმა? მე ვიცი ახლა საქართველოში უამრავი მაგალითი, ადვილად გასცეს სესხები. გასცეს დაადეს მერე პროცენტები, გაწყდა წელში ხალხი და ვეღარ გადაიხადა ამ ხალხმა და გაიქცა. იტალიის მაგალითზე გეტყვით ბანკების მაგალითზე, კი, იქაც არის პროცენტი, 6% თუნდაც 12%-ამდე, მაგრამ შეხედე რა ხდება იტალიაში. იტალიის ბანკი, როდესაც სესხს გაძლევს, ეს სესხი ჯერ ერთი არის დაზღვეულია სესხი იმ შემთხვევაში თუ ვერ გადაიხადა მსესხებელმა, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთები უნდა წაიღოს. მაგრამ შეხედე, თუ დარჩი უმუშევარი და ვერ იხდი
ამ შემთხვევაში ის დაზღვევა გიხდის იმ სესხს, რომელიც მოგცა და ვერ გადაიხადე. თუ ავად გახდი და მოხვდი სავადყოფოში და ვერ იხდი, არა, ამ შემთხვევაში დაზღვევა იხდის იმ სესხს, რომელიც ვერ გადაიხადე. მაგრამ შეხედე რა ხდება, ის თქვათ ვერ გადაიხადე 4 თვე არცავად ხარ, რაც უმუშევარი არ ხარ, მაგრამ ბანკს თხოვე რომ ვერ ვიხდი რამოდენიმე თვე შემიჩერეთ. შეგიჩერა იმ ბანკმა ის 4 თვე, მაგრამ პროცენტს კი არ გიმატებს ბოლოში. იგივე პროცენტით ფარავ რა პროცენტითაც მოგცა მან ეს სესხი. 3 წელზე გაგიწერა ის სესხი, 3 წელზე. ზუსტად 3 წელიწადში ფარავ მოგების პროცენტით იმ თანხას, რა თანხაც მოგცა. აქ კი სინამდვილეში რა ხდება? ბანკებიდან იღებს ხალხი სესხებს, რაღაცა მომენტი ჩერდება ვერ იხდის, ხალხი იხდის ამ სესხებს და სინამდვილეში ბანკში რომ მიდიან, ძილი არ აქვთ, გადახდილი და პროცენტებს იხდიან. აი, ამიტომ საბანკო სისტემას უნდა გამოიცხადოთ ზუსტად პირველი ბრძოლა. და მე სრულიად ხაზს დაგიჭერდა მთელი ემიგრაციაც, რომ გაიგოსო საბანკო სექტორს უცხადებთ ბრძოლას, რომ ბანკები მოწესრიგდეს პირველ რიგში, აი მაშინ ნამდვილად ეს არის მესტიეთა კონგრესის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება სამართლიანობის აღდგენისთვის. მე ნახე ამ შემთხვევაში მებრძოლი კაცი, ძალიან სერიოზული, მე რა თქმა უნდა სხვისისა, მე თვითონ ნახე აგერო, აი ესე იგი ვიღებ 560 ლარს ვიღებთ ხო ყოფილი დეპუტატებიდან, დეპუტატებიც არიან იქედან, ნუ ეხლა 1000 გახადეს რა მნიშვნელობა აქვს, სამჯერ გაზრდა ყველაფერი, მაგრამ აი რო ავიღე სესხი 560 ლარი, ავიღე 5000 ლარი ავიღე და 15000 ლარს ვაბრუნებ უკან. რომელ ბანკში? იმ ბანკში, რომელშიც ჩემი ფული დევს 560 ლარი, მე ვალდებულია სახელმწიფომ გადამიხადოს და რას მიშვება მე აი ეს ბანკი და ვინ არის ამ ბანკის ხელმძღვანელი, ვინც იმეც მართავს. აი იმის ხელში ესენი და ყველაფერი გძარცვავენ ყოველდღიურად. გუშინ იყო დაგზალვა ნუ ბატონ თოფაძის ესეთი აცხონოს ვერთვა, საინტერესო პიროვნება იყო, ბევრი რამე იბრძოლა მანაც რაღაც დააშენდგომ და რომ მივდიოდით იქეთ დავინახე რომ სყოფილი ის ვაშენდა ყოფილი ის რო იყო სამხედრო რუსეთის შტაბი თუ რაღაც რა იყო ხო იქ ის დაუნგრევია აშენებული არის ძალიან კარგი შენობა და შეიძლება ესენი ვინ არის კარგი რამე მშენებლობის ისა მაგრამ აი რომ იკითხავ რამდენად ეხა გუშინ კი მითხრეს იქ მაგრამ მე არ მინდა ამ ციფრებს აი რამდენად იყიდა ის 1 კვადრატული მეტრი აჩუკა პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილმა აჩუკა ერთ ბანკის ონებას თელი საქართველოს გაძარცვავენ ხო აჩუკა მას და დღეს ყიდის $5000 1 კვადრატულ მეტრს იქ აშენებულს. თქვენ ხო იცით რომ $500 მეტი არავის არ უჯდება 1 კვადრატული მეტრი მშენებლობა. რატომ არის დიდი მშენებლობა ქვეყანაში რომელიც გვანგრევს ჩვენ დღეს? ირანელები $1 ირანელები თურქები, სხვები მოდიან, ისინი ყიდულობენ 80%-ს რაც სახლები შენდება. ესე იგი მზარავს სწორედ რო ხედავ ახალ სახლს აშენებულს, რომ ვინ იცხოვრებს ხვალ ზეგ იქ, იმიტომ რომ ქართველებს ამდენი ფული ამის საშუალება არ აქვს. ყველაზე მთავარი რა არის? ქართველ კაცს ხვალ უნდა მოუგო $500 რო გიჯდება. კარგი $1000-ად გაყიდე რა ქართველ კაცზე. $5000 1 კვადრატული მეტრი და შენ პრაქტიკულად გაქვს უფასო წაღებული ის ადგილი რა. სასწაულია ეს 3 მილიონად 3 მილიონად იყიდა მთელი ყველაფერი ის ტერიტორია და ყველაფერი იმ მეპატრონემ და დღეს 100 მილიონს იგებს იმაში და ამათ ქვია მეწარმეები და ასე გაამდიდრა ხელისუფლებამ გაამდიდრა ეს ხალხი საქართველოში არის სახელმწიფო ბიზნესი ძალიან აი ეს მე გავაგზავნე რამ სამართლიანობის თქვენი ემიგრაციაში ყოფნა ეს 1 მილიონი ადამიანი რაც არის ხო დღეს საქართველოში მე რაც შესწავლილი მაქვს სანთლით ეძებენ ბანკები მსესხებელს აღარ არსებობს შესხები აი თქვენი ნამუშევარი ფულიც მოდის და აქ ილექება იქიდან გამოგზავნილი ფული აქედან ხო იძულებული გახადეთ რომ წასულიყავი და ნახეთ რა არის უბედურება კიდევ აქ როდესაც საბანკო სექტორში მიდიხარ და სესხი გჭირდება და ფული გჭირდება რა რაღაცისთვის ჯანმრთელობა არიან რაღაც კარგი ამბისთვის კაი თქვა ხო კარგზე პოზიტიურზე ვილაპარაკოთ კარგზე თქვა ხო ქორწილისთვის გჭირდება ფული და უნდა გამოვიტან პირველი გეკითხება იმას ბანკირის გზავნილები გააქვს
თუ ვიღაცა ემიგრანტი ყავს შენიკ და გზავნილები გაქვს სტაბილური ეს ხალხი მიდის იქ მათ მუშაობენ სესხს მოგცემენ მეცნიერებათა დოქტორები და სწავლა გადინება დაიწყო რატო არ შეიძლება ამ ქვეყანაში გაკეთება თუ დააფინანსებენ სოფლის მეურნეობას შეღავათიან პირობებში დაბალ პროცენტში 1%-ში ყიდულობს ფულს და ყიდის 15-25%-ში და 1000 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ ტემპით საუბრით მე რო აი ნიშნის მოგებით თქვა და დავამთავრებ ასე არ არის ბატონო მე მივდივარ კონკრეტული გეგმით რაც მე გავაკეთე და არც უცხოეთს არ უნდა შევეკითხოთ რაღაცები რომ ჩვენ ქვეყანაში ხდება ეს უბედურება მივდივარ კონკრეტული გეგმით და ჩემი შედეგები მე მივიღე რაღაცები და არც იმის არ მეშინია მე რომელი ტელევიზიას დავაფინანსებ არ ნახდათ არ მეშინია არაფერს მაგის რომ ვინც გინდა დავებარო და რა კანონის გამჭვირვალე ექნება ყველაფერი და დღესაც მივდივარ სამართლიანობის ბრძოლის რომ კონკრეტული კეისები მაქვს შესწავლილი სადაც არის ჩადენილი ადვოკატი ხო ბრძანდებით ამხელა ავტორიტეტი ყავით ქვეყანას ხართ ქვეყნისთვის ხო სიცხესამართლის დანაშაული ჩადენილი პირდაპირ ბანკის საბანკო სექტორის მიერ ამას არ უყურებენ აი ამ კეისებით მივდივარ და მე ჩემი ზიანზე ჩემაქვს სარჩელი სასამართლოში რომ ეს ზიანი ავინაზღაურო როგორც მათ ქონდა და ეხლა ამისთვის რომ მე ან ევროკავშირს ვკითხო და ან იმას ვკითხო არგოთ არ არის საჭირო არც ვაშინგტონს ვკითხო და არც მოსკოვს არ ვკითხო ჩემი ზიანი რაც არის მე უნდა ავინაზღაურო და ვერც რომ ვერ გამაჩერებს მაგაში და არ ჩავარდები იმაში რომ აი ვერ მივახცევ ძალიან კარგად მივახცევ ჩვეულებრივი ადამიანების ხედან იქა ჩვეულებრივი კრიმინალები არიან კიდევ დატრენინგებულები რომლებიც ღამერ ეკავენ და ეს არის სამართლის დანაშაული როგორ შეიძლება 2008 წლის ომში TBC-დან ირეკებოდა იმაში ცხინვალში მეომრებზე რომ ცოცხალი ხარ თუ არა რომ გადაიხდეთ თუ არა სიცხეს ეს ხალხი არის ცოცხალი სამწუხაროდ ბატონი ზაზა ვიცი რატომაც ამბობს ასე უიმედოდ სამართლიანობის გრძნობა არ არის ჩვენ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვი აი ამ სამართალს ვერ იპოვი მე საზოგადოებას მოვუწოდებ იბრძოლეთ სამართლიანად ჩვენს დავიწყებთ კიდევ გამოჩნდება ჩვენი თანამოაზრეები ძლიერი ძალა იქნება რომლებიც სამართლიანობას დაადგენენ კონკრეტულ ამ საბანკო სექტორში იცოდეთ რომ ჩვენ ამ ნაწილში დავჭა ერთი წუთი გავანაწილოთ კარგად რომ დიახ ერთი წუთი ერთი განსხვავება ბატონი ვაჟა უთარაშვილი 33 წელია მიმდინარეობს ქართველი ერის კულტურულ საგანმანათლებლო და დემოგრაფიული გენოციდი დეინდუსტრიალიზაციის და საბანკო ყაჩაღობის ფონზე აი მოკლე ლაკონური დასკვნა აი ეს არის იმ კულტურულ საგანმანათლებლო პრობლემაზე ვთქვით კიდე ერთხელ რუსთაველის სამეცნიერო ფონდი აი ქალბატონი ლუარარო წაბრძანებულია იტალიაში სწორედ რუსთაველის ფონდის კრიმინალებზია მათი დირექტორებიდან დაწყებული ვინც იყო დამთავრებული დღევანდელით რომ აი ასეთ იდიოტურ არაფრის მომცემ თემებს აფინანსებენ ასეულ ათასობით და ხალხი ბანკში მიდის რომ რაღაცა 10000 ლარი აიღოს თუ 5000 ლარი და ისიც 3 მაგათ უნდა გადაიხადა და 10 მაგათ უნდა ეშინია მე იმის რომ ბანკია და რა ვქნა და გადაიხადა 10000 ლარი ისახე 15 გადაიხადა რომ დამთავრდა გენდერული თანასწორობა და კორპორატიული მდგრადობა ქართული კომპანიების ზედა ეშელონებში 100000ობით ლარით ფინანსდება აი ეს ყველაფერი რაც ხო სამართლობაა ეს ბატონო ხო ესია სამართლობის ბრძოლა აქ ლაპარაკი არ არის 1000 10000 100000 აქ დიდ თანხებზეა ლაპარაკი ძალიან დიდ თანხებზე პიროვნულად მე არავის არ ვლანძღავ მაგრამ ეს კაცი რო დანაშაულში ჩადის ბატონო ზაზა დანაშაულში რო ჩადის გეოვნებით ადვოკატი ხარ დანაშაულში ჩადის ამას რო იპარავს ჩემი ქონება და არ მივეცი საშუალება რომ მოიპარა შესაძლებელი კრიმინალია ბატონო კრიმინალია რუსთაველის კრიმინალებით მაფიოზები გატენილი ყველა არის დასაჭერი ეგ იმიტომ მიმართავ თავარ პროკურატურას რომ გამოიძიოს ეს საკითხი ბატონო ვაჟა კი ბატონო როდესაც ესე იგი ერთ ლარად გადაეცა თუ $1 მთელი ქონება რომელიც ჰქონდა უნივერსიტეტს მხედველობაშია სოხუმის უნივერსიტეტს ჩვენ გადავყრებით ქუთაისში მასთან და მიწები რომელიც ნუ აი ჩვენი წინაპრების მიწები იყო გადაეცა იმ უნივერსიტეტს $1 დღეს ბატონი ბენდუკიძის ქალიშვილი 1 კვადრატულ მეტრს ყიდის 50-დან $100-მდე რაც გადაეცა ხო არ შეიძლება სახელმწიფომ როაჩუქე მიეცი იმისთვის რომ განევითარებინა საქმე რაღაც გაეკეთებინა აი რასაც ბატონი აი რომ მიეცათ ისეთი კაცისთვის აი როგორიც თქვა დღეს ბატონი ალექსანდრია და ბატონი ბესიკია
იქ დღეს იქნებოდა გაშენებული თანამედროვე რაღაც გარკვეული სოფელი. ეს ადამიანი მერე და ქეშს ვერ აიღებდნენ. და სასწაულიად მე ტერიტორია მე ვაპირებ ერთხელ ჩავიდე ეგ თხოვო ძალიან ბევრი იმას და უთხრა ეს მიწებია. შეიძლება ეს მიწები $1 კაი თუ მიეცი კი ბატონო, მაგრამ საქმე გაიკეთებინა იქ ხომ? ხომ არ შეიძლება რომ იმ ადგილზე ესე იგი დღეს კვადრატულ მეტრს ყიდიდი $100. აი ჯომბერ პატიაშვილს დაუნგრიეს თავთავი რო იყო იმაში სამეცნიერო კვლევით. ნუ იკითხავთ რა ისეთი რამეებია. ამიტომ ჩვენ ნურავის ნოებონება ბატონებო რომ ჩვენ სოფლიო სათვისტომოზე ვლაპარაკობთ, აი სწორედ ეს პროგრამები იქნება იქ. როგორ მოვაწესრიგოთ საბანკო სისტემა? ისეული ადამიანები ყოველთვის როგორ მოვაწესრიგოთ საბანკო სისტემა, როგორ უნდა სამართლიანობა როგორ უნდა დადგეს, როგორ უნდა ძალიან კარგი წინადადება ბრძანება ქალბატონმა ლოარამ რომ აი იტალიაში როგორ არის საბანკო სისტემა გადასარევი წინადადება რა თქმა უნდა იქ დაზღვევა ის ყველაფერი ახალი სიმაშვილებთ ავიღოთ ეს სექტორი და ეს მოვაქციო როდესაც ჩვენს პროგრამას გამოვიტანთ ისინი სოთრე სათვისტომოს წარმომადგენლები გვიკარნახებენ იტალიაში ასია, საბერძნეთში ასია, ისლანდიაში ასია, ნიდერლანდებში ასია. ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ ეს სათვისტომო ოღონდ პროგრამები ბატონი ალექსანდრე დარწმუნებული ვარ მიიღებს ამ წინადადებას და მოგვიყვანს და გვეტყვის. აბა ვისა გაქვს კარგი საბანკო სისტემა, მოიტანეთ, დაიწყება განხილვა. აბა ვის გაქვს თქვათ აი ეგერ პირობითად ვამბობ რომ ეგ ფერმერებად როგორ ვაქციოთ ეს ხალხი რომელიც მეცნიერთა კონგრესშია რომ ფერმერებად ვაქციოთ ისინი 200-300 ლარს უაძლევენ ყოველთვიურად სასწაული პროგრამები გვაქვს ჩვენ და შეიძლება მე ბოლო ნაწილში ქალბატონ ლუარა მეუბნებოდა გუშინ ზოგიერთი თქმა დამჭირდეს იმიტომ რომ განვითარების პროგრამა არის ყველაზე დიდი სოციალური დაცვა ადამიანების სოციალურად ორიენტირებული პროგრამა ეს არის ფოჩვიანი კამპეტი გადაგდებული და მოტყუება ხალხის და მეტი არაფერი მდიდარი მდიდრდება ღარიბი ღარიბდება აი ჩვენ ახლა ამ ნაწილში ხო თუ რაიმე რო აი დამჭე ბატონიზაზა და მე რა მინდა იცით აი თქვენს გეუბნებით და თქვენს 27 თებერვალს საქალაქო სასამართლოში მაქვს პროცესი საქართველოს ბანკის წინააღმდეგ. ეხლა მე მოგიყვებით ერთ წუთში ფაბულას. ტარიელ გავაშელიშვილი გემის კაპიტანი რომელმაც შეიტანა ეს სოლო ბანკში ანაბარი. წევს საავადმყოფოში თუ ვიღაც თაღლითი შედის მის ტელეფონში და საქართველოს ბანკში იღებს ონლაინ რეჟიმში სესხს, ონლაინ რეჟიმში და ეს სესხი ონლაინ რეჟიმში აიღო დაახლოებით 15 წუთში, 15 წუთში გადარიცხა ვიღაც მოქალაქის ანგარიშზე და მე 15 წუთში ეს დადასტურებულია პროკურატურამ მოხდა დადგენილება დაზარალება ცნობას. არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება. არის სამოქალაქო კოდექსი. ამ ვეუბნები რომ მესიჯი გაუგზავნეთ მეთქი ამ კაცს რომ ონლაინ რეჟიმში სესხი რო გაეციტეს ხო ხელს ვერ გიწევდა. პირდაპირ არის ეროვნული ბანკის ბრძანებულება, რომ როდესაც ონლაინ რეჟიმში ხდება რა ქვია წდომა, შენ ანგარიშზე შენ რო რიცხავ, უნდა გააკეთო იდენტიფიცირება ამ ადამიანის. არის რამოდენიმე წესი და გეუბნება რომ შენ ვალდებული ხარ ბანკმაო ამ ადამიანს აცნობო და რო აცნობეო დასტური შენი ის არისო წარმოსადგენიო. სასამართლოში ვეუბნები მოსამართლეს და ბანკი ამბობს რომ ჩვენო ეროვნული ბანკისო რა ქვია რეგულაციას ვიცავთო ისაო შევიდა თავისი მოწყობილობიდანო პაროლი ვიღაცას მისცაო ამ ბრძანებას რა ქვია იცით თაღლითური სქემებისაგან მოქალაქეების დაცვა ეს იმიტომ შემოიღო ბრძანება რომ ვიღაცა თაღლითებმა ეს 2000 წლიდან დაიწყო როლანდინიო სოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი იყო იმას გაუტეხეთ ანუ ადამიანს ფული მოპარეს არის ტარიელ გავაშელიშვილი 27-ში არის აი მობრძანდით სხდომა და ნახავთ ან ტელევიზია გამოყავით გადაი ეს არის სასწაული ბანკი მოდის და გეუბნება რომ მე ვალდებული არ ვიყავი მეცნობები და წარმოგიდგინეთ თქვენ ხო ეხლა გააქვთ რა ქვია ბანკში ფული ვიღაცა შევიდეს ონლაინ რეჟიმში სესხს აიღებს ჩემი ტელეფონიდან შევა იმიტომ რომ ეს ძალიან იოლია რაღაც თაღლითებით ეხავენ და ბანკი თურმე არ არის ვალდებული რომ გარიგება ეს ხო გარიგება არის ხელსეცხის ხელშეკრულება რომელიც მე დავდე დადასტურებულია რომ მე არ დავდე პროკურატურის დადგენილებით რომ სხვა შევიდა ჩემ მოწყობილობით მე 9 მილიონზე მიჩივლა ეხლა ბანკმა შეგებებული სარჩელი აღძრა რომ შენაო მეო მაგველს ვერ გადამიხდიო და სასამართლო იხილავ მე ხო სარჩელი აღძარი შეგებებული აღმიძრა რომ შენ ვალს ვერ გადაიხდიო ბატონო ზოზა ერთი წუთი გაწყობდი არა ერთი მორჩე ეხლა არა ამაზე დიდხანს დავაგიდო არა გაგვთვიდი ესეთ ბატონ თემურას თქვა რომ
თქვენ მოგცემთ ეთერში რომ დავждე და ვამხილოთ TBC საქართველოს კი არა რაღაც ეს кейსია საიტი გაგეწევთ არა მე ავიღე ვიდეო ეხლა რომ ამას როცა სპეციალურ ვიდეო ავიღე აუდიო და ბანკის წარმომადგენელს ვეკითხები რომ შენ მე რო არ მაცნო რონა გეცნობები და მესიჯი მე ვალდებული არ ვიყავიო მე სხვანაირად გაცნობები ძალიან რთულ და კარტები არა ბატონო თემურ ის არის აი თქვენ ხო ბრძანებთ იმდოეთო პოლიცია რასაკეთებს იცით და პროკურატურა ბანკის წარმომადგენელი მოდის და მე რო ჩვენება მივეცი ეს ხო კონფიდენციალურია ეს ადამიანი პროცესზე მეუბნება რა ჩვენება მიცა ამ კაცმა რადონის კრიმინალიზაცია ხედავთ თქვენ და თქვენ მეუბნებით რომ ივანიშვილის რეჟიმი თურმე ებრძვის ბანკებს ეს არის ბანკების ხელისუფლება არა სიტყვაზე ვიძახე არა ხალხი ამბობს ბატონო ზაზა ეხლა მივდივარ ჩვენ ამ ნაწილის ბოლოში სამარცხვინო რაღაცები ხდება ერთი რამე მინდა ვთქვა თუ მოხდება გაერთიანება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წასულების ძლიერი ბოაზროვნე ადამიანების და ძალიან როგორც აქ თქვა ძალიან კარგად ბატონმა ალექსანდრემ პიროვნების კი არა პროგრამის ირგვლივ ესა მეცნიერთა კონგრესი რას ამბობს გავერთიანდეთ არა ლიდერებთან და ეს უბედურება და ქუჩის ლიდერი კიდევ მით უფრო უბედურება გავერთიანდეთ პროგრამებში აი სწორედ ჩვენ ამ პროგრამებს გამოვიტანთ მეცნიერებს აქვს უნიკალური პროგრამები ხელისუფლება უნდა იყოს პროგრამების ავტორი ხელისუფლება უნდა უპეთავდეს მეცნიერებს რაც აქვს შედგენილი ეს ფულის ხელისუფლებას ფული უნდა დაეხარჯა ამაში აი აგერ დაწყებულია ჩვენს მიერ და აი გვიკითხულობ საქართველოს ინტეგრალური რესურსები ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას და ამით ვამთავრებ რომ საქართველოს ჭირდება დღეს რა პირველი ინვენტარიზაცია მთელი ქვეყნის რომ ვიცოდეთ რა ვფლობთ ჩვენ და რისი გაკეთება შეიძლება ამაზე მეორე საქართველოს ჭირდება რეალური ანალიზი მდგომარეობის არა ის რომ ხელისუფლება რომ ამბობს ყველაფერი კარგად არის და ოპოზიცია რომ ამბობს ყველაფერი ცუდად არის ერთი წყუის და მეორე წყუის ექსპერტების აი როგორი ექსპერტები არიან აგერ ამ ექსპერტების მიერ გაკეთებული შესწავლით თუნდაც უცხოელი ექსპერტები მოვიწვიოთ და როცა ვიცით რის მფლობელები ვართ როცა ვიცით რა მდგომარეობაში ვართ მე მეცნიერება უნდა დაწერონ პროგრამა ამ ქვეყანაში ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოიყვანოთ მოქმედებაში დღეს საქართველოს პოტენციალის 7-8 აი რაღაც დარგში შეიძლება მაქსიმუმ 10%-ია მოქმედებაში მოყვანილი ამხელა რესურსი აქვს ქვეყანას და მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად ეს უნდა დამთავრდეს მდიდარ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ღარიბად ხელისუფლება კი არ უნდა ცხოვრობდეს მდიდრად ხელისუფლება ხალხს უნდა ამდიდრდებდეს და თვითონ მდიდრდებოდეს მის პარალელურად ხელისუფლებები ხალხს აღარიბებენ და მდიდრდებიან თვითონ ჩვენ ვიწყებთ ბატონებო ჩვენი პროგრამა მეცნიერებს აქვთ უნიკალური ხედვა მთავარია ადამიანები დავარწმუნოთ რომ მეცნიერული ხედვის და მოსნიერული პროგრამების გარეშე და პროფესიონალების გარეშე მომავალი არ იქნება ეროვნული თანხმობის პარლამენტი ეხება მეცნიერებს დავასრულოთ ეხლა ჩვენ ეს ნაწილი და გადავიდეთ შემდგომ ნაწილზე ქალბატონ ლუარა წაიყვანს და ყველას მიეცება საშუალება